რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე გადაცემის წამყვანი თეიკო ანჯაფარიძე ვარ. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, კონკრეტულად კი ერთ-ერთ საგანზე, ერთ-ერთ არჩევით გამოცდაზე. ყოველწლიურად ამ საგნის ჩაბარების სურვილს სულ უფრო მეტი და მეტი აბიტურიენტი გამოთქვამს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გეოგრაფიის გამოცდაზე და ჩვენი სტუმარი იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი დავით გოგელიძე. დაგვიკავშირდით გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 2921188 ან 2921199-ზე. ბატონ დავით, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ დავით, დავიწყოთ მთავარი კითხვით. აბიტურიენტებს აინტერესებთ, რა გავლენას მოახდენს ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა გეოგრაფიის გამოცდაზე? მოგახსენებთ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მოგვერგო ეს ფორმატი ელექტრონულ ფორმატზე ჩვენი ტესტირება. ესე იგი, აქ სრულიობა იქნება ერთადერთი, რომ ტესტის ბუკლეტს აბიტურიენტები მიიღებენ კომპიუტერზე, ხოლო პასუხების ფურცელი კვლავინდებულად დაურიგდებათ მათ, სადაც მათ საშუალება ექნებათ შეავსონ და გადაიტანონ სწორი პასუხების ფურცელზე. ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო, ჩვენ მქონდა რუკები, ფიზიკური რუკები საქართველოსიდან მსოფლიოში, რომელიც ასევე დაურიგდებათ ტრადიციულად ჩვენს გამოცდაზე, გეოგრაფიის გამოცდაზე და კიდევ ერთი დავალება, რომელიც კარგად მოიხსენებათ აბიტურიენტებს, მქონდა დავალება ტოპოგრაფიულ რუკაზე. ეს დავალება კვლავინდებურად იქნება ტესტში, ოღონდ ბავშვებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ეს ტოპოგრაფიული რუკების ასევე დაურიგდებათ მსოფლიოს ფიზიკურ რუკებთან ერთად. ტოპოგრაფიული რუკა თავისი ლეგენდით და მათ ექნებათ საშუალება ესეთ ქაღალდზე იმუშაონ და ისე უპასუხონ ტოპოგრაფიული დავალების კითხვებს. თუ ექნებათ მათ შავი ფურცელი სამუშაოსათვის? აუცილებლად შავი ფურცელიც ექნებათ, ასამე ფორმატის შავი ფურცელი, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი ჩანაწერები გააკეთონ და შემდეგ გადაათეთრონ პასუხების ფურცელზე. ბატონ დავით, შაშან იყო მცირე სიახლე დროსთან დაკავშირებით, ასევე შეფასების სისტემასთან დაკავშირებით. წელს ხომ არ გეგმავთ პირიქით დროის გასცას შაშან, ანუ შემცირდა, რა სიახლე იყო შაშან და როგორ შეიცვლება, თქვათ იგივე დრო, ხანგრძლივობა, შეფასების სისტემა შეიცვალოს გეოგრაფიაში? შაშან ჩვენი ტესტი იყო, გეოგრაფიის ტესტი იყო 70 ქულიანი და გახდა 60 ქულიანი ტესტი. წელს კვლავინდებურად 60 ქულიანი იქნება ტესტი, დრო 2 საათნახევარი გახდა, 3 საათი იყო და შემცირდა 2 საათნახევრამდე. ჩვენ გეგმავთ საცდელ ტესტირებებს, გამოვხდით ამ ელექტრონულ ფორმატს და იმ შემთხვევაში თუ აუცილებლობა იქნება ბავშვებს გაუჭირდებათ ან დროში ვერ ჩაეტევიან, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დაემატება დრო, მაგრამ ამას ყველაფერს გვაჩვენებს ჩვენ საცდელი ტესტირება. იმ შემთხვევაში თუ დრო გაიზარდა და დაუნიშნა ისევ დაუბრუნდა ისევ ძველ ნიშნულს, თქვათ გახდა 3 საათი. შეიძლება თუ არა შეფასების სისტემა, ანუ გულისხმობ 70 ქულიანი იყო, 60 ქულა გახდა. ქულა კვლავინდებურად 60 დარჩება, უბრალოდ თუ დროის დამატება იქნება საჭირო, დრო დაემატება. დავალებების ხარჯზეც მოხდა ხო? დავალებაში მოხდა ეგრეთ წოდებული დახურულ-ბოლოიანი დავალებების შემცირება და რუკის დავალება 10 ქულიანი იყო და გახდა 5 ქულიანი ფიზიკური რუკის ანალიზის დავალება. ეს ყველაფერი აბსოლუტურად იგივე დარჩება, ისევ 60 ქულიანი იქნება ტესტი, უბრალოდ დროის დამატება თუ იქნა აუცილებელი, ამ შემთხვევაში დაემატება დრო და ქულების რაოდენობა კვლავინდებურად 60 დარჩება, როგორც ანუ რა შეიცვლება აბიტურიენტებისათვის ტესტის სტრუქტურას? გულისხმობ, ჯერ ტესტის სტრუქტურაზე ვისაუბროთ, ხოლო შემდეგ უკვე გადავიდეთ შინაარსობრივ ნაწილზე. სტრუქტურა იქნება იგივე, უბრალოდ ჩვენ
შევეცადეთ მოგვერგო ეს ელექტრონულ ფორმატზე და რაც შეიძლება კომფორტული ყოფილიყო ბავშვებისთვის. ეს დავალებები, ყველა დავალება განთავსებული იქნება ერთ გვერდზე. აბიტურიენტს შეუძლია მხოლოდ 2 ღილაკის საშუალებით იმუშაოს ტესტზე, ან მარჯვნივ, ან მარცხნივ გადავიდეს შემდეგ გვერდზე, ან დაბრუნდეს უკვლავინდებურად წინა გვერდზე და ყველა დავალება განთავსებული იქნება ერთ გვერდზე. უბრალოდ რაც შეეხება ღია დავალებებს, სადაც მოცემულია ტექსტები და დიაგრამები, აი ესეთი ტიპის დავალება იქნება მოცემული ერთ გვერდზე, ხოლო კითხვები იქნება მეორე გვერდზე. ეს იქნება პრინციპში ფურცელზეც ესეთნაირად იყო ეს ფურცელზე იყო დავალება და მეორე ფურცელზე იყო გვერდი, ამიტომ პრინციპულად აქ არაფერი არ იცვლება. უბრალოდ აქ ეკრანზე ღილაკის დაჭერა მოუწევთ გადაფურცლის ნაცვლად. ანუ დროსთან მიმართებაში შეიძლება კავშირში არის ამ დავალების შესრულება. ხო, არ ვიცი და მე მგონია რომ აბიტურიენტებს არ უნდა გაუჭირდეთ, იმიტომ რომ თანამედროვე ახალგაზრდებს ძალიან ხშირი შეხება აქვს კომპიუტერულ ტექნიკასთან და ეს იმდენად მარტივი პროცედურა არის, რომ მე არ მგონია რომ რაღაც ძალიან განსაკუთრებული რაოდენობის დროის დამატება იქნეს საჭირო, მაგრამ ისევ უნდა დავალოდოთ საცერტესირებას და ის გამოჩნდება იქ ყველაფერი. ბატონ დავით, როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნე, გეოგრაფია ეს არის გამოცდა, რომელსაც სულ უფრო მეტი აბიტურიენტი აბარებს. ერთ-ერთი არჩევითი საგანი არის, რა თქმა უნდა. შარშან რამდენმა აბიტურიენტმა ჩააბარა ეს გამოცდა, რამდენად კმაყოფილი იყავით თქვენ თავად აი ამ შედეგებით და განსხვავებული იყო თუ არა ეს წინა წლების მონაცემებისგან? მოგახსენებთ, კვლავინდებურად არჩევით საგნებში ყველაზე მეტმა აირჩია გეოგრაფია 2015 წლის ზაფხულშიც. რაც შეეხება შედეგები ოდნავ გაუარეს და ზღვარი ვერ გადალახა უფრო მეტმა აბიტურიენტმა ვიდრე 2014 წელს და ეს განპირობებული იყო იმით, რომ გაიზარდა წილი ეგრეთ წოდებული ღია დავალებებისა, სადაც აბიტურიენტებს მოეთხოვებათ არგუმენტირებული მსჯელობა, საკუთარი აზრის დასაბუთება და ეს ტიპის დავალებები უკვე წლების განმავლობაშია აბიტურიენტებს უჭირთ ამ დავალებების დაძლევა. წელსაც იქნება ესეთი ბალანსი შენარჩუნებული, უფრო მეტი წილი იქნება. არა, იგივე ბალანსი იქნება, რაც 2015 წელს, უბრალოდ ის დახურული დავალებების წილი რაღაც შემცირდა, ანალიზის დავალებების წილი გაიზარდა და იგივენაირად დარჩება როგორც 2015 წელს, ისე 2016 წელს და ამიტომ მე ურჩევდი აბიტურიენტებს, რომ ყურადღება გაამახვილონ გეოგრაფიული ტექსტის ანალიზზე, ყურადღება გაამახვილონ დიაგრამებისა და ცხრილების კითხვაზე და ისე დავალებებზე, სადაც აი საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება არის საჭირო, რომელიც ტრადიციულად უჭირთ ხოლმე გეოგრაფიის ტესტირების დროს აბიტურიენტებს. ანუ ეს არის ყველაზე ისეთი დავალებები, რომელზეც ურჩევთ, რომ მათ ყურადღება აბიტურიენტებს ურჩევთ, რომ ყურადღება გაამახვილონ შინაარსობრივი ტიპის ცვლილებაზე, ჩვენ ვისაუბრეთ სტრუქტურულ ცვლილებაზე და აი რამდენი იქნება დავალებების რაოდენობა, რომ იცოდნენ კიდევ ერთხელ რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ჩვენ მსმენელებს და შემდეგ აი ისევ რომ დაუბრუნდეთ შინაარსობრივ ნაწილს და რეკომენდაციები მივცეთ. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, შინაარსი ჩვენი ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და არასდროს არ ცილდებოდა მას და შეგვიძლია ჩვენ უბრალოდ აბიტურიენტებმა მოემზადონ მე-11 კლასის სახელმძღვანელოებით, ნებისმიერი განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოებით და აი შინაარსობრივი ნაწილი ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას. რაც შეეხება დავალებების რაოდენობას, ხა ზუსტად განსაზღვრა იმისა, რომ ზუსტად რამდენი დავალება იქნება, ამის თქმა ხა წინასწარ გამიჭირდება, უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ დავალების ტიპები იქნება ზუსტად იგივე, არის არჩევითი ტიპის დავალებები, არის დავალებები რუკის ანალიზზე, არის დავალებები ცხრილების და დიაგრამების ანალიზზე და ტექსტის ანალიზზე დავალებები. ეს დარჩა აბსოლუტურად იგივე, რაც 2015 წელს იყო. მხოლოდ ჩაშან გაუჭირდათ არგუმენტირებული მსჯელობა. სამწუხაროდ ეს ტრადიციულად რაც გამოცდები გეოგრაფიაში დაინერგა, იმის მერე ეს ღია ტიპის დავალებები ტრადიციულად უჭირთ და მე მგონი რომ სხვა საგნებში დაახლოებით იგივე ვითარებაა აი ესეთი ანალიზის ტიპის დავალებები, რომელიც ორიენტირებულია ანალიზზე, აი ესეთი ტიპის დავალებების შესრულება ზოგადად აბიტურიენტებს უჭირთ. აი რას ურჩევთ მათ, როგორ გამოიყენონ ეს დრო იმ აბიტურიენტებმა, ვინც უკვე გადაწყვიტა რომ ჩააბარებს გეოგრაფიას? დიახ, მოგახსენებთ, კიდევ და კიდევ ვიტყვი რომ გრიფირებული სახელმძღვანელოები, მე-6
მე-11 კლასისა შეუძლიათ გამოიყენონ მომზადების დროს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ დავალებებს, რომელიც მოითხოვს საკუთარი აზრის გამოთქმას, დასაბუთებას, ტექსტების ანალიზს და ეცადონ აი ესეთი ტიპის დავალებებს მიაქციონ ყურადღება და თავადაც ჩვენ საიტზე გვიდევს წინაწლების ტესტები და დააკვირდნენ აი ამ ტიპის დავალებებს, დააკვირდნენ შეფასების სქემებს და აი ამაზე აიღონ ორიენტირება, რომ მომავალში კარგი შედეგები ქონდეს. წელს თუ მიიღო რომელიმე აბიტურიენტმა უმაღლესი შეფასება? სამწუხაროდ გეოგრაფიაში უმაღლესი შეფასება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და წელსაც 2015 წელსაც უმაღლესი შეფასება ვერავინ ვერ მიიღო. გამოქვეყნა ეროვნული გამოცდების პროგრამა. სადაც წერია, რომ გეოგრაფიის გამოცმაზე მოწმდება შემდეგი უნარები: სივრცეში ორიენტირება, ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, თვალსაჩინოებების გამოყენება, შექმნა და ანალიზი, გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერების გავრცელების დადგენაც უნდა შეეძლოს აბიტურიენტს. ეს ხო არ არის ზედმეტად მკაცრი მოთხოვნა აბიტურიენტებისათვის, ისევ და ისევ უბრუნდები იმ კითხვას, როგორ რა შემთხვევაში გადაწყვიტონ მათ. ალბათ უმეტეს აბიტურიენტების უმეტესმა ნაწილმა იცის რა გამოცდას ჩააბარებენ, რომელ გამოცდას აირჩევენ ისინი, მაგრამ ვისაც ჯერ არ აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. მარტივია თქვენი გამოცდა ჩასაბარებლად თუ უფრო? გახსენებთ, ესე იგი ჩვენი მოთხოვნები გამოცდის და ტესტირების ეყრდნობა ისევ და ისევ ეროვნულ სასწავლო გეგმას. ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის ზუსტად გაწერილი აი ეს უნარები, რომელიც მოეთხოვებათ მოსწავლეს აბიტურიენტს ამ შემთხვევაში, რომელიც ამთავრებს საშუალო სკოლას და მან გადაწყვიტა უმაღლესი განათლების მიღება, აი ამ უნარებს უნდა აკმაყოფილებს და შესაბამისად ჩვენი ტესტიც ზუსტად ამაზე ორიენტირებული და ხო ვის გადაწყვიტავს ჩააბაროს გეოგრაფია, კარგად უნდა გაეცნოს ჩვენს პროგრამას, აი მოთხოვნებს, რომელიც ტესტთან არის დაკავშირებული და ამის მიხედვით მოემზადოს მომავალში გეოგრაფიის გამოცდისთვის. და გამოსაშებ გამოცდებზე თუ იქნება წელს რაიმე სიახლე და რა მოთხოვნები გაქვთ აი ამჯერად სკოლის მოსწავლეებისათვის? გამოსაშებ გამოცდებზე ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. აქ არის ხოლო თუ ეროვნულ გამოცდებზე არის ღია დავალებები, გამოსაშებ გამოცდებზე ღია დავალებები არის, ხოლო დახურებულოვანი დავალებებია. ეს არის კითხვა, რომელსაც 4 სავარაუდო პასუხი ახლავს. და მათ ყურადღებით უნდა გაეცნონ დავალების პირობას და სწორი პასუხი შეარჩიონ, მონიშნონ და აი ესეთი მხოლოდ ესეთი ტიპის დავალებებია. უბრალოდ აქ ერთი რაღაცა მინდა ურჩიო მოსწავლეებს, ამ შემთხვევაში მოსწავლეებს, რომლებიც ამთავრებენ მე-11 კლასს, ასევე ექნებათ რუკები, ფიზიკური სოფლიოსი და საქართველოს ფიზიკური რუკები და დავალებების გარკვეული წილი მოითხოვს აი ამ რუკის ანალიზს და რუკის კითხვის ცოდნას და ყურადღება მიაქციონ რუკის კითხვის შესწავლას, იმიტომ რომ მათ ძალიან დაეხმარებათ ეს რუკები გარკვეული ტიპის დავალებების შესრულებაზე. ბატონ დავით, აქ როგორი არის შედეგები? თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ აი ამში? აქ შედეგები უკეთესია, აქ ყოველთვის გეოგრაფია ერთ-ერთი პირველია იმ საგანთა შორის, სადაც ყველაზე უფრო ნაკლები ბავშვი იჭრება ხოლმე გამოცდაზე. ამიტომ ამ თვალსაზრისით ეს გამოცდა უფრო მარტივი არის ვიდრე ეროვნული გამოცდები გეოგრაფიაში. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ გეოგრაფიის გამოცდაზე. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დღეს ჩვენ საუბრობთ გეოგრაფიის გამოცდაზე და ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე. ჩვენს მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიკავშირდნენ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 2-92-11-88-ზე ან 2-92-11-99-ზე. ბატონ დავით, გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ რთულად ვისაუბრეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმ მსმენელებისათვის, ვინც ახლა შემოგვიერთა. იქნებ ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ გითხრათ, რა შეიცვლება ნაწილობრივი ელექტრონული ფორმატის დანერგვის შემდეგ, რა გაითვალისწინონ მათ? მოგახსენებთ, სრულიად იქნება ის, რომ ტესტის ბუკლეტს მიიღებენ მოსწავლეები ელექტრონულად, ხოლო პასუხების ფურცელი
კლავინდებურად დარჩება ჩვეულებრივ, სადაც მათ უნდა შეავსონ, გადაიტანონ სწორი პასუხები, ასევე ექნებათ შავი ფურცლისთვის, შავი ფურცლები, სადაც შეუძლიათ მათ იმუშაონ და შემდეგ გადაათეთრონ პასუხების ფურცელზე, ასევე დაურიგდებათ ტრადიციულად საქართველოს და მსოფლიოს ფიზიკური რუკები და ასევე ერთ-ერთი დავალება, რომელიც ტოპოგრაფიული რუკის ანალიზს ეხება, ამ დავალების ტოპოგრაფიულ რუკებსაც ისინი ქაღალდის სახით მიიღებენ, რათა მათ უფრო გაუადვილდეთ ამ რუკებისთან დაკავშირებული დავალებების შესრულება. დანარჩენი ყველა სხვა ტიპის დავალება დარჩა იგივე და ჩვენ შევეცადეთ მოგვერგო ის ელექტრონული ფორმატისთვის და ყველა დავალება იქნება ცალკე გვერდზე განთავსებული და ორი ღილაკის საშუალებით, მარჯვენა და მარცხენა ღილაკის საშუალებით შეუძლიათ შემდეგ გვერდზე გადავიდნენ აბიტურიენტები ან დაბრუნდნენ უკანა გვერდზე. ეს იქნება ცვლილება, რაც ამ ელექტრონულ ფორმატთან არის დაკავშირებული. გამოცდებს. დიახ, და დროსთან დაკავშირებით ეს დიახ, დროსთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ 3 საათი იყო ჩვენი გამოცდა 2014 წლამდე, 2015 წელს ქულების რაოდენობა შემცირდა, 70 ქულიდან 60 ქულაზე დავიდა და შესაბამისად დროც შემცირდა 2 საათნახევრამდე. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ელექტრონული ფორმატის გამოცდა, სასწრაფო ტესტირების ჩატარება და იმ შემთხვევაში თუ აუცილებლად მოითხოვა და ბავშვებს არ ეყოთ დრო, აუცილებლად მოხდება დროის კორექტირება და დაემატებათ აბიტურიენტებს სამუშაო დრო, მაგრამ ქულების რაოდენობა დარჩება კლავინდებურად 60, აღარ გაიზრდება 70 ქულამდე. ქულების რაოდენობა. ბატონ დავით, მივაწოდოთ ინფორმაცია პედაგოგებს, ისინი ემზადებიან საგნობრივი გამოცდებისათვის, თუ იგეგმება სიახლე. ეხლა მოგახსენებთ პედაგოგებთან გამოცდას ასევე წელს ორჯერ ტარდება, იანვარში იგივე ფორმატით იქნება, რაც ზაფხულშია. ზაფხულში იყო 2015 წლის, ქაღალდზე მიიღებენ როგორც ტესტის ბუკლეტს, ასევე პასუხების ფურცელს და დავალებების ტიპები პრაქტიკულად იგივე დარჩა. რაც შეეხება ზაფხულის გამოცდას, 2016 წლის ზაფხულის გამოცდას, აქაც ელექტრონულ ფორმატზე იგეგმება გადასვლა და ჩვენ ყველა ტიპის დავალება მოვარგეთ ამ ელექტრონულ ფორმატს, ისევე როგორც აბიტურიენტებთან, პედაგოგებსაც დაურიგდებათ საქართველოს და მსოფლიოს ფიზიკური რუკები, ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალებასთან დაკავშირებით, აი ეს ტოპოგრაფიული რუკები ASAM ფორმატზე დაურიგდებათ ასევე ქაღალდზე, რათა მათ უფრო გაუადვილდეთ რუკაზე დავალებების შესრულება. დანარჩენი რაც შეეხება დავალებების ტიპებს, დარჩება ყველა დავალების ტიპი იგივე, რაც იყო. ერთადერთი ცვლილება არის, ჩვენ გქონდა ესეთი დავალება სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით, აი სადისკუსიო თემის დავალება შეიცვლება ინფორმაციის ანალიზის დავალებად. იქნება მოცემული რაღაც პატარ-პატარა ინფორმაციები, შეიძლება ილუსტრაცია იყოს, შეიძლება ცხრილი იყოს, შეიძლება პატარა მოკლე ტექსტი იყოს და აი ამ მოკლე ტექსტზე იქნება ან ილუსტრაციაზე მიმული რაღაც კითხვები, რომელზედაც მათ პასუხის გაცემა აი ეს გულისხმობთ თქვენ 2016 წლის ზაფხულის ზაფხულშიც და იანვარშიც ეს ცვლილება იანვარშიც უკვე იქნება ეს სადისკუსიო თემის დავალება იქნა ამოღებული და იგი ჩანაცვლდა აი ამ რამ გამოიწვია ეს ჩანაცვლება? ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული დავალება, რომელიც უჭირდათ პედაგოგებს და პარამეტრების ჩვენ ფსიქომეტრული ანალიზის შედეგად დავამუშავეთ და ვამჯობინეთ, რომ შეგვეცვალა ეს დავალება და უფრო ისეთ მისაღები გამختارიყო პედაგოგებისთვის. ჩვენ შეხვედრებსაც ვაწყობთ პედაგოგებთან და ისინი თავიანთ სურვილებს გვიზიარებენ და სხვადასხვა დავალებებზე თავის მოსაზრებებს გვაძლევენ და აი ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი ეს ამ ტიპის დავალება შეგვეცვალა ესეთი მოკლე ინფორმაციის ანალიზის ტიპის დავალებებით. რამდენი ქულიანი იქნება ეს დავალება? ეს იქნება რამდენიმე დავალება, სულ 2-3 ქულიანი იქნება თითოეული დავალება. სულ ტესტში იქნება 2-3 ან 4 ესეთი დავალება, ის წინა ტიპის დავალება, რომელიც ეხებოდა ამ სადისკუსიო თემას, ის იყო 7 ქულიანი ან 8 ქულიანი და ქულების რაოდენობა შენარჩუნდება, უბრალოდ უფრო მოკლე კომპაქტური დავალებები იქნება, სადაც იქნება რაღაც კონკრეტული თქვა საკითხის გაანალიზება საჭირო. რაც შეეხება დროის კოლექტირებას, თუ იქნება აქაც მოსაუბრებელი რაიმე ტიპის ცვლილება? აქაც ჩვენ ჩავატარებთ
საცდელ ტესტირებას ელექტრონული ფორმატისას პედაგოგებისთვის და თუ აუცილებლობა მოითხოვს ჩვენ ახაც მოვახსენთ დროის კორექტირებას თუ არ ეყოფათ პედაგოგებს სამუშაო დრო აუცილებლად დროსაც მათაც დაემატება თუ ამის აუცილებლობა იქნება. ახლა რამდენ საათიანი არის ეს გამოცდა? 5 საათიანი არის გეოგრაფიის გამოცდა პედაგოგებისთვის. დიახ. და შეიძლება გაიზარდოს. შეიძლება გაიზარდოს, არ ვიცი, ნახოთ, საცდელი ტესტირება გვაჩვენებს. ხა კომპიუტერულ ტექნიკასთან როგორ მოერგებიან პედაგოგები, მათ უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს ზოგიერთ მათგანს კომპიუტერთან მუშაობის და შეიძლება საჭირო გახდეს რაღაც გარკვეული დროის დამატება. თუ ამის აუცილებლობა იქნება, მაშინ დავამატებთ. ამ ცვლილების გარდა სხვა ცვლილება? სხვა ცვლილებები მეტი პედაგოგების გამოცდასთან დაკავშირებით არ იგეგმება. ბატონ დავით, რომ დაუბრუნდეთ გამოსაშვებ გამოცდებს ბოლო კითხვა და სამწუხაროდ ჩვენი ეთერი ამოიწურა და უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელებს. გამოსაშვებ გამოცდას აბარებენ მე-11 კლასელები, ექნებათ თუ არა წელს მათ შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ვერ გადალახავენ ზღვარს, ეს გამოცდა ჩააბარონ 1 წლის მოგვიანებით. ეხლა ისინი ვინც ვერ მოახერხებენ წელს გადალახონ აი ეს ზღვარი, ის ქულა, რომელიც გამსვლელია, შეიძლება მე-12 კლასში ინიშნება ცალკე დღე იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც მე-11 კლასში ვერ გაიარეს ეს გამოცდები, ჩააბარონ მე-12 კლასში ტრადიციულად, როგორც წინა წლებში იგივენაირად იქნება ეს საკითხიც. და არის გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ აბიტურიენტები წელსაც დაინტერესდებიან თქვენი გამოცდით და ვერ გეტყვით მათი უმრავლესობა აირჩევს გეოგრაფიას. თქმა ცოტა გამიჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტმა ვერ გადალახა ზღვარი, შეიძლება ცოტა უფრო დაიკლოს, მაგრამ წინასწარ ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია, ეს დამოკიდებული იმაზე, თუ უმაღლეს სასწავლებლების რამდენი პროგრამა აირჩევს არჩევით საგნად გეოგრაფიას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ხოლმე ყოველთვის, რაც უფრო მეტი ირჩევს უმაღლეს სასწავლებელში არჩევით საგნად გეოგრაფიას, მით უფრო მეტია ხოლმე მსურველი, რომ ჩააბაროს მე-4 გამოცდად გეოგრაფია. ძალიან დიდი მადლობა მომწორავი ინფორმაციის მოწოდებისათვის. შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ ჩვენი სტუმარი იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი დავით გოგელიძე. გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და შევეცდებით, რომ მომავალ სამშაბათსაც ასევე დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მე თეიკო ანჯაფარიძე ვარ და დროებით შეხვედრამდე. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.